ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები და მიიღოს კანონმდებლობა, რათა ის სრულიად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზე 2024 წლის მომზადების გარკვეულ დონესთან შედარებით დაბლა და ზედიზედ მეორე წელია, რაც უკუსვლა შეინიშნება. სამართლებრივი ჩარჩო ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მთლიანობას და უკან წევს ადრე გატარებულ რეფორმებს. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2025 წლის ივნისში მიღებული ცვლილებები ასუსტებს სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას და საფრთხეს უქმნის ძირითადი სასამართლო ინსტიტუტებისა და მოსამართლეების ანგარიშვალდებულებას და მიუკერძოებლობას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ცვლილებები დაჩქარებული პროცედურის მეშვეობით სათანადო კონსულტაციებისა და სიღრმისეული განხილვის გარეშე მიიღეს. დოკუმენტის თანახმად საქართველომ არ გაითვალისწინა კომისიის გასული წლის რეკომენდაციები და შესაბამისად ისინი ძალაში რჩება. გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები და მიიღოს კანონმდებლობა, რათა ის სრულიად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შესახებ, რომლებიც ეხება მოსამართლეების გადაყვანას და უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესს. ამასთან კომისიის რეკომენდაციებით საქართველომ უნდა მიიღოს და განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა, კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის შეზღუდვების დაწესება მისი წევრების ხელახლა დანიშვნაზე. ასევე უნდა მიიღოს კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მოიცავს გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის შეცვლას პარლამენტში უბრალო უმრავლესობიდან კვალიფიციური უმრავლესობით. უნდა მოხდეს პროკურატურის შესახებ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციების შემდეგ. როდესაც ეს კონკრეტულად ევრობიუროკრატები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მაგ ფაქტები ვერ მოყავთ, მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და საუბრობენ მხოლოდ რაღაცა აღქმებით. იგივე შემიძლია შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ დღემდე არ დამთავრებულა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო, ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი, სანამ არ აღიარებენ ჩვენ არჩევნებს, სანამ არ ცემენ პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მოლოდინი იმისი, რომ როდესაც 2030 წელი მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, ესე რომ ვთქვათ, მაგ დროისთვის იქ რადიკალურად იქნება სიტუაცია შეცვლილი, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა. Მიუხედავად ჩვენი მონაცემებით, საქართველოს აქვს როგორც მოსალოდნელი იყო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით საქართველოს აქვს საშინელი შეფასება, ძალიან ცუდი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას დამღუპელობას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის ბანდა ატარებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ აქ იქნება ძალიან ბევრი კრიტიკული განცხადება, რასაც ოცნება ჩვეულების სამეფო უკვე მათთვის ჩვეული პრაქტიკით გაასაღებს როგორც თითქოს თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მტრულ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ქართულ ხალხს ავუხსნათ, რომ რა თქმა უნდა თუ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რამე სურთ, პირველ რიგში ეს არის ის, რომ საქართველოში არსებობდეს დემოკრატია, საქართველოში იყოს დაცული ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის, კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხებზე პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი გამოაქვეყნა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს. საკონსტიტუციო სარჩელში საუბარია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუბლს. ამასთან სარჩელის თანახმად პოლიტიკური პარტიის აღნიშნული არაკონსტიტუციური საქმიანობის მიზანი შეიძლება ვლინდებოდეს როგორც ამ პოლიტიკური პარტიის წესდებიდან ან მისი საჯარო განცხადებებიდან, ისე მისი ქცევიდან ან მის მიერ ჩადენილი ქმედებებიდან. სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ამასთანავე მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან პრაქტიკულად უწყლოდ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მის კონსტიტუციურობას. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ, განეკუთვნებიან შემდეგი პოლიტიკური პარტიები: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის. ოპოზიციაში მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ქმედებებით ქართული ოცნება საკუთარ თავს აზიანებს. მათი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციურ სპექტრს იდეოლოგიურად ვერ ებრძვის და ამიტომ მათთან არასამართლებრივი დაპირისპირება გადაწყვიტა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. გასულ ღამეს სავარაუდოდ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს, თუმცა დღეს გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, სასამართლო მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ხბალი მსჯელებს. ასევე გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აზა ჩილაჩავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობს. 71 წლის მოქალაქეს მოსამართლემ ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ჩილაჩავამ საპატიმრო გვიან ღამით დატოვა. როგორც მან აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე გასვლას დღესაც აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსით შეიძლება გასამართლდეს. კრიმინალი არის ივანიშვილის მოღალატეთა ბანდა და არა ქალბატონი აზა, რომელიც შვიდობიანი პროტესტის და არაძალადობრივი პროტესტის იმ ფორმას მიმართავს, რომელსაც ისვლის საჭიროდ და ბუნებრივია ყველა ადამიანის მიმართ ვართ სოლიდარულები, ვინც სხვადასხვა ფორმით ახორციელებს თავის სამოქალაქო პროტესტს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა ერთდაიგივეს ვერ გააკეთებს და ყველა ერთდაიგივე ასე ვთქვათ ფორმით ვერ გამოხატავს ამ პროტესტს. 71 წლის ქალბატონის დაკავება კიდევ ერთი გამოხატულება იმის, რომ ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს საკუთარი ძალაუფლება და ისედაც დასუსტებული პროტესტი ბოლომდე გადატეხოს. მოწყინა ქართულ ოცნებას ეს არსებული მუდმივად არსებული პროტესტი არ არის გასაკვირი, თუმცა რაც არ უნდა ბევრისთვის უცნაური იყოს, ამაზე სწორი რეაგირების ფორმა ალბათ არის ტაქტიკის შეცვლა და არა იგივეს გაგრძელება, სანამ ყველას არ დააპატიმრებენ, რაც ალბათ გარდაუვალია, რის სურვილსაც ქართული ოცნება აშკარად ამწყავლებს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, რომელიც მტკვარი ჰესს უკავშირდება, არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. დღევანდელ პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ხტომას ეწრებოდა თავად ბაჩიაშვილის. ცნობისთვის გიორგი ბაჩიაშვილს მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდება სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გიორგი ბაჩიაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი მტკვარი ჰესთან დაკავშირებით 18 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ბრალდებული კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მისავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სასამართლოს სასაზღვრო სექტორ სარფისა და სასაზღვრო სექტორ კირნათის დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ცდილობდნენ სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული 5 წლამდე ბადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.